დღევანდელი დღის თემა. დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს იოსებს და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულ ქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე. ნუ დამმარხავ ეგვიპტეში. რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. უთხრა იაკობმა: შემომფიცე. მანაც შეჰფიცა და თაყვანისცა ისრაელმა თავისი კვერთხის წვერზე უფალს. დღეს განვასრულებთ ამბავს იაკობის შესახებ და ვნახავთ თუ როგორ განკარგულებებს იძლევა ის სიკვდილთან მიახლოებული. მაგრამ არავინ მოითხოვოს იმ დროინდელი მამამთავრებისგან ისეთი სიბრძნის მოყვარება, როგორიც ახლანდელ მორწმუნეთ ახასიათებთ, სჯობს ყოველივე დროის გათვალისწინებით გამსაჯოთ. ამას შესავალში შეგნებულად აღვნიშნავ, კერძოდ კი იაკობის ბოლო სიტყვებს გულისხმობ იოსებისადმი. დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს იოსებს და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულ ქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე. ნუ დამმარხავ ეგვიპტეში. რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. მრავალი სულმდაბალი ადამიანი სწორედ ამ ამბავს დაგვიპირისპირებს ხოლმე, როცა ვარწმუნებთ დამარხვაზე ბევრი ზრუნვა არ ღირს და არც გარდაცვლილის ნეშტის სხვა ქვეყნიდან გადასვენებაა საკუთარ მამულში განსაკუთრებულად აუცილებელი. მოგვიგებენ, იაკობიც ხომ ზრუნავდა ამ საქმეზეო. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, საჭიროა ყურადღება პირველ რიგში იმაზე გავამახვილოთ, რომ იმ დროისთვის ისეთი სიბრძნე არ იყო საჭირო, როგორიც ახლა და იმაზეც რომ მამამთავარს უმიზნოდ არ სურდა მისი ნეშტის სამშობლოში დაფლვა. იგი ამით თავის ვაჟებს აიმედებდა, რომ ისინი ოდესმე, თუნდ არც ისე მალე დაბრუნდებოდნენ აღთქმულ მიწაზე. და ამ განკარგულების მიზანი რომ სწორედ ეს იყო, უფრო ნათლად მისი ვაჟი გვარწმუნებს, რომელიც იგივეს ამბობს. დააფიცა იოსებმა ისრაელიანები. როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები. ისინი ხომ თავისი რწმენით მომავალს ჭვრეტდნენ. ამიტომაც თქვა პავლემ: სარწმუნოებით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქვემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს. როგორ? რწმენით. ამრიგად, არავინ იფიქროს, თითქოს ეს განკარგულება სულმდაბლობით იყო გამოწვეული და ნუ რავინ შეიცოდებს თავს. თუ ის სამშობლოდან შორს აღესრულება, იდარდოს მან, ვინც ცოდვაში მოკვდება, თუნდაც საკუთარ სახლში, მეგობრების გარემოცვაში. არავინ მითხრას ცარიელი და გაუაზრებელი სიტყვები, ის ძალზე უსახელოდ აღესრულაო, მასთან არავინ იყო ნაცნობთაგანიო და საკადრისი დასაფლავებაც ვერ მოუწყესო. სულაც არ ნიშნავს ასეთი სიკვდილი უღირს აღსასრულს. სამწუხარო ისაა, თუ გარდაცვლის სათნოებანი არ ჰქონდა შემოსილი მართალი ადამიანების უმეტესობა ხომ, ცნობილიც კი არა ასად დაიმარხნენ. ზოგს თავი მოკვეთეს ქრისტეს გულისთვის, ზოგი ქვებით ჩაქოლეს, ზოგიც სწამების მსხვერპლი შეიქნა, მაგრამ ვერავინ გაბედავს თქმას, ისინი ღირსეულად არ აღესრულნენო. ხოლო წმინდა წერილის მსგავსად თუ იტყვიან: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა. და როგორც წმიდანთა სიკვდილს პატიოსანს უწოდებს, ასევე ცოდვილთა სიკვდილს ბოროტად მოიხსენიებს მეფსალმუნე სიკვდილი ცოდვილთაი ბოროტ არს. თუ ადამიანს სათნოებანი არ გააჩნია, გინდა სახლში გამოემშვიდობოს სიცოცხლეს, გინდა ცოლისა და შვილების თანდასწრებით, ნათესავებისა და ნაცნობების გარემოცვაში, მისი სიკვდილი ბოროტ არს. სათნოებებით მცხოვრები კი, გინდ უცხო ქვეყნად მოკვდეს, გინდ მიწაზე, გინდ ავაზაკთა ხელში ჩავარდნილი, გინდ მხეცთა ლუკმად იქცეს, პატიოსან არს სიკვდილი მისი. მითხარით, ზაქარიას ვაჟს თავი არ მოკვეთეს? სტეფანე კი ქვით იქნა ჩაქოლილი და პირველს დაუმშვენდა თავი მოწამეობრივი გვირგვინით. პეტრეს და პავლეს კი ერთს თავი მოკვეთეს, მეორე უკუღმა გააკრეს ჯვარზე, მაგრამ ვერ გაითქვეს სახელი მთელს მსოფლიოში. თუ კარგად გავიაზრებთ ზემოთ ნათქვამს, უცხო ქვეყნად აღსრულებული საცოდავებად აღარ მივიჩნევთ. არც მხოლოდ იზგვენება ნეტარი, ვინც საკუთარ სახლში აღესრულა. წმინდა წერილის წესისაებრ სათნოებებით მცხოვრებნი მივიჩნიოთ ნეტარებაში მყოფებად. ცოდვაში მომკვდარნი კი უბედურებად, ისევე როგორც სათნო ადამიანს მიეგება ყოველივე საუკეთესო და მიეზღება სამაგიერო გაწეული შრომისთვის, იმ ადამიანსაც მოეთხოვება პასუხი თავისი საქმეებისთვის, რომელსაც სათნოებანი არ გააჩნია. და ის ამ ცხოვრებაშივე უკვე წამებული აუტანელ სატანჯველში ჩავარდება. ამიტომ სათნოებებზე ვიზრუნოთ. ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, ისევე როგორც ასპარეზობისას, ისე შემოვირტყათ სარტყელი, რომ დასასრულს გვირგვინით დაგვიმშვენდეს თავი სანამ დროა, მოვინდომოთ, გადავდოთ სიზარმაცე და შევუდგეთ სათნოებების კეთებას, რათა სათანადო გვირგვინები დავიმსახუროთ. ახლა კი განვაგრძოთ თხრობა. მას შემდეგ, რაც იაკობმა შვილს დაკრძალვის შესახებ დაუბარა, იოსები დაჰპირდა. შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. იაკობმა უთხრა: რა შემომფიცე? მანაც შეჰფიცა და თაყვანისცა ისრაელმა მისი კვერთხის წვერზე. მამათავარი, უკვე მოხუცებული პატრიარქი, საქმით აღასრულებს იოსების სიზმარს და მის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. წმინდა წერილი გვიამბობს, რომ როდესაც იოსებმა სიზმარი მოუთხოვა, მამამ მიუგო: რა არის ეგ სიზმარი, რომ დაგესიზმრა? ნუ თუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ.
იქნებ ვინმე მიკითხოს, როგორ უნდა ასრულებულიყო სიზმარი იოსების დედა ხომ მანამდე აღესრულა და თაყვანი არ უცია შვილისთვის? მაგრამ წმინდა წერილი ხომ ყოველთვის უძირითადესი და უმთავრესია ხოლმე აღნიშნული და ვინაიდან თავ დედაკაცის ქმარი და ამიტომაც მიატოვებს კაცი დედმამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ, თუ მამამ მოიდრიკა თავი, დედაც მოიდრეკდა გარდაცვლილი რომ არ ყოფილიყო. თაყვანისცა ისრაელმა მისი კვერთხის წვერზე. ამიტომაც თქვა პავლემ, სარწმუნოებით იაკობმა მორა იკუდებოდა, თვითეულად ზენი იოსებისნი აკურთხნა და თაყვანისცა წვერსა ზედა კვერთხისა მისისასა. ხედავ რომ იაკობმა ესეც სარწმუნოებით აღასრულა, რადგან წინასწარ განჭვიტა რომ მისი თესლისგან გაჩენილი სამეფო წარმომავლობისა იქნებოდა. მას შემდეგ რაც წმინდა წერილი იაკობის ანდერძის შესახებ მოგვითხრობს, თხრობა შემდგომ ამბებზე გადადის, როცა იოსები მიხვდა რომ მამამისი სიკვდილის პირას იმყოფებოდა და მისი აღსასრულის დღე მოახლოვებულიყო, თან თავის ორი შვილი წაიყვანა მანასე და ეფრემი. შეატყობინეს იაკობს და უთხრეს, აჰა, მოდი შენთან შენი შვილი იოსები, ძალი მოიცა იოსებმა და წამოჯდა საწოლზე. ნახე, შვილისადმი სიყვარული როგორ აძლიერებს მოხუცებულს, სულის სიძლიერე როგორ იმარჯვებს უძლურებაზე. შვილის მოსვლის გაგონებისთანავე წამოჯდა საწოლზე. იოსების დანახვისთანავე მამობრივი სიყვარული გამოავლინა და ბავშვები ლოცვა-კურთხევით დააჯილდოვა ისეთი სიმდიდრითა და ქონებით, რომელიც არასდრო გამოილება. დალოცვას ღვთის დანაბარებით იწყებს. ყოვლადწლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანანის ქვეყანაში და მაკურთხა, მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ, ხალხების კრებულად გადაგაქცევ. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა სამარადისო სამფლობელოდ. ღმერთმა ლუზში აღმითქვა, რომ ჩემს თესლს გაამრავლებდა და მიწასაც მოგცემდა მე და ჩემს შთამომავლობას. ახლა ორი ძე გყავს ეგვიპტის ქვეყანაში, რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე. ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მანასე, როგორც რუბენი და სიმონი არიან ჩემები. ამ ვაჟებს, რომლებიც ჩემს აქ მოსვლამდე გეყოლა, საკუთარი შვილების სიაში ვთავ და ისინი ჩემგან შობილების მსგავსად მიიღებენ დალოცვას. ხოლო შვილები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან, თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში. ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად, გზაში, ევფრათამდე არც კი ვიყავი მისული და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია. დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ არიან? უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ, უთხრა მომიყვანე და ვაკურთხებ. თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა. ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა. ჩქარობს მოხუცებული ეშურება იოსების შვილების დალოცვას. იოსებმა ბავშვები მასთან მიაახლოვა, იაკობი ეამბორა, გულში ჩაიკრა და იოსებს უთხრა: აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი, ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა. მრავალი რამ მაჩუქალ მობიერმა უფალმა, იმაზე მეტი ვიდრე ველოდი, ისიც რასაც საერთოდ არ ველოდი. შენც ხომ გიხილე და შენს მიერ გაჩენილი ბავშვებიც ვნახე. აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მანამდე თაყვანისცა. ნახე, ბავშვებსაც როგორ ასწავლის პატივის მიგებას მამამთავრისთვის. ხელი მოჰკიდა ორთავეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა ისრაელის მარცხენ მხარეს, ხოლო მანასე ხელმარცხნივ ისრაელის მარჯვენა მხარეს და მიიყვანა მასთან. მართალ მამამთავარს სიბერისგან ფიზიკური მხედველობა შესუსტებოდა, თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა, თუმცა სულიერი ხედვა ისევ ძლიერი ჰქონდა და რწმენით მომავალიც კი განჭვრიტა. იაკობმა არ მისდია იოსების მითითებას და კურთხევისას უპირატესობა იოსების უმცროს ვაჟს მიანიჭა და მანასე არჩია ეფრემს. და თქვა: ღმერთი, რომელსაც ემსახურებოდა ჩემი მამა პაპა აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც მწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღემდე, ნახე, როგორი თავმდაბლობაა, როგორი ღვთისმოსავი სული. არ გაკადნიერდა ეთქვა: უფალი, რომელსაც სათნო ვეყავიო, არამედ ამის მაგივრად თქვა: სათნო ეყვნენ ჩემი მამა პაპაო. ხედავ კეთილგონიერებას სულისას. თუმცა ცოტა ხნით ადრე ხომ ამბობდა. ყოვლადწლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუბში, ქანანის ქვეყანაში და მაკურთხა, მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ, ხალხების კრებულად გადაგაქცევ. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა სამარადისო სამფლობელოდ, რაც გვიჩვენებს მასზე გამოვლენილ ღვთისწყალობას, მაგრამ ვინაიდან თავმდაბლობა გამოიჩინა, თქვა ღმერთი, რომელს ემსახურებოდა ჩემი მამა პაპა აბრაამი და ისააკი. შემდგომ ღმერთმა, რომელიც მწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღემდე, დააკვირდი მის კეთილგონიერებას, თავის სათნოებებზე კი არ საუბრობს, არამედ მიუთითებს იმაზე, რაც ღვთისგან გამოეცხადა. რომელიც მწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე, მან კეთილმოაწყო ჩემი ცხოვრება დასაბამიდან დღევანდლამდეო. ადრეც ამბობდა: კვერთხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. ახლაც იგივეს ამბობს, მხოლოდ სხვა სიტყვებით. ღმერთმა, რომელიც მწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღემდე, ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან. ეს სიტყვები მადლიერ სულს და მართალ გულს ეკუთვნის, რომელმაც ღვთისწყალობანი გონებაში ცოცხლად დაიმარხა
რომელს სათნო ეყვნენ ჩემი მამაპაპანი, რომელმაც ამდენ ბოროტებას განმარიდა და ამოდენა ზრუნვა გამოავლინა ჩემზეო. აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, მამაპაპის სახელით, აბრაამისა და ისააკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე. ხედავ შეგნებისა და თავმდაბლობის ერთობლიობას. სულიერმა თვალებმა განაჭვრეტინა მანასესთვის, რომ უნდა მიენიჭებინა უპირატესობა და ეფრემზე წინ დაეყენებინა. თავმდაბლობა კი იმაში ჩანს, რომ თავისი სათნოებანი კი არ ახსენა, არამედ ლოცვა აღავლინა და მამაპაპის სახელით აკურთხა. მაგრამ როცა იოსებმა დაინახა, რომ უმცროსი უპირატესად იქნა მიჩნეული, ეს უსამართლოდ მიიჩნია. დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი და არ მოეწონა. დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან მანასეს თავზე გადაენაცვლებინა. უთხრა იოსებმა მამას: ასე არა მამა ჩემო, პირმშო ეს არის, მის თავს დადე შენი მარჯვენა. იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება. მისი თესლისგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა. არ გეგონოს, რომ შემთხვევით ან უცოდინრობით გავაკეთეო. მომავალს გონებით ვჭრეთ და ვიცი, რომ მართალია მანასეს ბუნებითი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ უმცროსი მასზე აღმატებული იქნება, მას ურიცხვის თამომავლობა ეყოლებაო. კურთხევის აღსრულების ჟამსაც იაკობი მომავალს გვამცნობს. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა ქნას როგორც ეფრემი და როგორც მანასე. და დააყენა ეფრემი მანასეზე წინ. ორივე მათგანი შესანიშნავი იქნება, ილოცებენ მათნაირ პატივს ვეწიოთო, მაგრამ ეფრემი მანასეზე წინ იქნება. ხედავ, ღვთის მადლი როგორ აწინასწარმეტყველებინებდა მას მომავალს, განაჭვრეტინებდა ამბებს, რომელნიც ამოდენა დროის გასვლის შემდგომ უნდა მომხდარიყო. ამრიგად, სხეულებრივ თვალებს თუ მხოლოდ ხილულის დანახვა ძალუძთ, სულიერი თვალნი ხედავენ მრავალი წლის შემდგომ რა აღსრულდება. ამას კიდევ უფრო უკეთესად იმ დროს დაინახავთ, როდესაც ის საკუთარი შვილების დალოცვაზე გადავა. მაგრამ სიტყვა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, რომ არ გადაგქანცოთ, ნათქვამით დავკმაყოფილდეთ და შვილების კურთხევის შესახებ საუბარი შემდეგისთვის გადავდოთ. მხოლოდ იმაში ვეცდებით თქვენს დარწმუნებას, რომ საკუთარი სიყვარული მამათაურის მსგავსად წარმართოთ და შვილებს ისეთივე მემკვიდრეობა დაუტოვოთ, როგორიც მან დაუტოვა თავის მემკვიდრეებს. მემკვიდრეობა, რომელსაც ვერაფერი ავნებს, ქონება, რომელიც მატერიალურ სიმდიდრეზეა დამოკიდებული, ხშირად მიმღებისთვის დამღუპველი აღმოჩნდება ხოლმე. აქ კი, რა შეგვაშინებს, ეს ხო ისეთი საგანძურია, რომელიც ვერასდროს განქარდება, განძი დაუღუპავი, განძი ულევი, რომელსაც ადამიანი ვერ შეამცირებს, ვერც ავაზაკნი ავნებენ რასმე, ვერც მონათა ბოროტი განზრახვანი, ან რაიმე მსგავსი საშიშროებანი ემუქრება მას. ეს საგანძური მუდმივად შენახული და დაცულია, რადგანაც სულიერია და ადამიანურ ძალას არ ემორჩილება. მისი მიმღებნი კი თუ ფხიზლად იქნებიან, ეს განძი მომავალი ცხოვრებისკენ წარუძღვებათ და სამუდამო სამყოფელს განუმზადებს მათ. ამრიგად, სიმდიდრის მოხვეჭაზე კი ნუ ვიზრუნებთ, რათა შემდგომ მონაგარი ბავშვებს გადაულოცოთ. არამედ მოდით, მათ სათნოებანი ვასწავლოთ და მათთვის ღვთის დალოცვა ვითხოვოთ. სწორედ ესაა უდიდესი საგანძური, ულევის სიმდიდრე, რომელსაც ყოველდღიურად მეტი და მეტი სარგებელი მოაქვს. არაფერი შეედრება სათნოებებს, ვერაფერია მათზე ძლევამოსილი. თვით დიადემით თავდამშვენებული ცხატაკზე საწყალობელია. თუ სათნოებანი არ გააჩნია, რა სარგებლის მომტანია დიადემა, ან პორფირი, თუ მას მხოლოდ უდარდელობა ახლავს. განაღმერთი გარეგნულ ღირსებებს აკვირდება? მხოლოდ ერთი მოგვეთხოვება, სათნოებებში წინსვლით განვაღოთ. მისკენ მიმავალი კარი. ეს ყოველივე მხედველობაში ვიქონიოთ და ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, რომ სათნოებანი ყველაფრის უპირატესად, სიმდიდრე კი არაფრად მიიჩნიონ. სწორედ სიმდიდრე ხშირად სწორედ ის აღუდგება ხოლმე წინ სათნოებებს. თუ კი ყმაწვილმა კარგად არ იცის, როგორ ისარგებლოს თავისი ქონებით. მსგავსად ყრმებისა, რომელთაც თუ ხელში დანას ან ხმალს დავაჭერინებთ, სათანადოდ ვერ გამოიყენებენ და შესაძლოა ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. ასევე ახალგაზრდა ადამიანი ხშირად დიდი სიმდიდრის ხელში ჩაგდებისას, თუ კი სათანადოდ მოქცევა არ იცის, საკუთარ თავს განსაცდელში იგდებს და ამ სიმდიდრით ცოდვის ტვირთს იკიდებს. აქედან კი ფუფუნება, შეუფერებელი სიამოვნებანი და უთვალავი ბოროტება ჩნდება. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად სიმდიდრისგან წარმოსდგება, ხშირად ეს უფრო ამ სიმდიდრის გამკარგავის უმეცრებითაა ხოლმე გამოწვეული. ამიტომაც თქვა ბრძენმა, კარგია სიმდიდრე, რომელსაც არ ურევია ცოდვა. აბრაამიც მდიდარი იყო, იობიც, მაგრამ ისინი არათუ დაზიანდნენ თავიანთი სიმდიდრით, არამედ კიდევ უფრო განდიდნენ. იმიტომ რომ არა მხოლოდ საკუთარი კმაყოფილებისთვის, არამედ სხვათა ნუგეშისთვისაც იყენებდნენ სიმდიდრეს, ეხმარებოდნენ ღარიბებს და მათი კარი ყოველთვის ღია იყო მწირებისთვის. აი, უსმინე რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი. წირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისთვის. თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს და არა მხოლოდ თავისი სიმდიდრით ეხმარებოდნენ, სხვა მხრივაც მფარველობდნენ და ზრუნავდნენ მათზე. უსინათლოსთვის თვალები ვყოფილ ვარ და ფეხები ხეიბრისთვის. აუკაცისთვის ყბა ჩამინგრია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია. მივბაძოთ მამათავარს, რომელიც ჯულისა და მადლის არსებობამდეც კი ასეთ სიბრძნეს გვიჩვენებს. მას არც მოძღვარი ხავს,
არც სათნოების ყოფილი წინაპარნი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევითა და საღი აზრით აღასრულებს კეთილი ცხოვრების წესს. ყოველ ჩვენგანშია ჩათესილი სათნოების მარცვალი და თუ კი ვინმე შეგნებულად არ მოისურვებს დაუდევრობით დაღუპოს. მისთვის მინიჭებული ხატება და მსგავსება არც არასდროს დაკარგავს მას. ღმერთმა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა სათნოებებზე შეაჩეროს არჩევანი, რათა ღირსნი გავხდეთ მადლისა, რომელიც მისთვისაა განკუთვნილი, ვინც სათნოება შეიყვარა, მადლითა და კაცნოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სული წმიდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.